საღამო მშვიდობისა მეგობრებო, ნაყიდობებს 2 დღისას გაჩვენებთ და მე რაღაც პატარა ვიდეოსაც შემოვამატებ. ეს გერკულესი მომიტანა, მაგრამ დიეტაზე უნდა დამსვას? გავსუქდი? არ ვიცი. ვიკითხო, ეს როშენის ვაფლი საქარი მოიტანა, კისელი მოიტანა, ეს მას უყვარს, 2 ცალი მსხალი განაწილებით და 1 პური გვაქვს და ბევრს აღარ ყიდულობ. მსხალი გვაქვს განაწილებით, ხალხო, 2 ცალი. ხუმრო ხილი სულ მოაქვს და მოაქვს, მართლა რა ვიცი, ხო უბრალოდ ბაზარში ხონდა ეთყობა და ხო მალენისაც ყოფილა, შერეულიც ყოფილა, ძალიან უყვარს მას და სხვადასხვა მარწყვიბალი ხო და გავუკეთებ ცოტა ხანში. თუმცა დღეს კამპოტიც მაქვს გაკეთებული. მოცვი, ნიორი, ასე უფრო გამოჩნდება მგონი. ცალ ხელით ვერ მივიღებ პარკებიდან. ნიორი, თხევადი საპონი, 1 პური, ცოტა უხრახოში. გამარჯობათ მეგობრებო, ცოტა საქედანაც ჩაგერთვებით, თან გავავთავებ. თან გავავთავებ, თქვენ ისევ და ისევ მიგროვდება და მიგროვდება. ხო, ეს რაღაცების გასამშრალებლად ჭირდება სამზარეულოში, კი ცოტა შეძველდა, მაგრამ არ ვაგდებ მაინც. ზოგიერთი რაღაცაზე ახალ კილოს ვერ გამოიყენებ და იყოს. ჭირდება ძველი, მაგრამ მაინც. არა გავთავის გარშე, მაინც არ მინდა შევინახო. ცხელა, ძალიან ცხელა მეგობრებო და ვასწრებ ახლა რომ სანამ ოდნავ მაინც არის სიგრილე. აქ ჯერ ეს შუაზალა, იქით საძინებლებია, იქით სამზარეულო და ჯერჯერობით აქ არის სიგრილე. მოვასწრათ, ხოლმე მე აქ უთოსთან ვეღარ გაჩერდები. კი, ახლა კონდიციონერიც მაქვს იქით და ვენტილატორიც მაქვს, მაგრამ ჯერ რა იცი, მანდამეც არც ერთი ამ სიამოვნებს სიმართლე გითხრათ. სიამოვნებს რა, როცა ცხელა კაია, მაგრამ რადგან მანდამეც არ მინდა რომ მაგით გავიგრილო თავი, თავს ვიკავებ რა. ეს უფრო რაღაც ისე ლაითად ვილაპარაკოთ სხვადასხვა თემაზე. ტელევიზორის ყურება დიდად არ მიყვარს. ტელევიზორს ვუყურებ, ფილმებს მაშინ, როცა ჩემი ქმარსაც როცა ცალია და ერთად ვუყურებთ. ტელევიზორი ჩავრთო და ვუყურო დავჯდე, მანდამაინც არ მახასიათებს. რა ვიცი, აბა ერთ ფილმს ვუყურებდი, ეხლა ბოლოს ეშრები სიზმარი, ისიც დამთავრდა და თან ცუდად დამთავრდა. მთავარ როლში ვინც იყო ის ბიჭი ეშრები მოკვდა. არ მიყვარს ასე მთელი იმით ვუყურებდი, ჯერ ხომ სერიალს ვუყურებდი, კარგი იყო დასაწყისში. მერე სერიალის შეცვალეს რაღაც ცვლილებები შეიტანეს. რაღაც რომ მოხდა თურქეთში. მერე გვალოდინეს ბოლო 3 სერია. შეამოკლეს. და მე კიდე მთავარ როლში ვინც იყო
ეშრეფი, ისიც მოხდა. ასეთი დასასრული სიმართლე გითხრათ არ მომწონს ფილმში. ხო, ეხლა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ფილმშიც ყველაფერი ხდება, მაგრამ თქვენი ინტერესით რომ უყურებ, რატომ რა შენ რეჟისორი ხარ, ცოცხალი რა მოხდება? მაგის გამო უყურებთ რომ რაღაც კარგია, რაღაც ინტერესია იმის, აბა როგორ დამთავრდება და ხო, ახლა აღარ მინდა ახალის დაწყება. ასე ახლა თან საქმეს გავაკეთებ, თან დავავთავ, თან თქვენთან ერთად ვიქნებ. შეიძლება ახლა ეს ხმაურობს და ცოტა არ იყოს თქვენთვის სასიამოვნო. თან ყოველთვის მსგავსი ვიდეოები უთხოვების ერთად, მაგრამ დრო რომ არ დავკარგო, ეგეც კარგი იქნება მეთქი და მომედა. დედაჩემს ესაუბრე ახლა, კარგად ვარ. დედაჩემს ცოტა აქვს ყურის პრობლემა. არ ესმის. გვაქვს აპარატი ნაკიდი და მაგრამ აპარატითაც უკვე უჭირს. ზოგჯერ არის რომ ესმის, ზოგჯერ არ ესმის. ერთ ყურში ისედაც არ ესმის და მეორე ყურში კიდე აპარატით ასია, ხან კი, ხან არა და თვითონაც ხდება რომ აღარ ესმის, მაგრამ როგორ გვეტყვის იცით? ხო, რომ არ შეგაწუხო ახლა თქვენც და რა უნდა მე ამესმის და თქვენ რა უნდა მისმინოთ, რას ვლაპარაკობ არ ვიციო და გაგითიშავს ტელეფონს. მე ისე ურეკავ, დედი გისმენ, მე ლაპარაკე, მე გისმენ, მაგრამ მე ცოტას და გელაპარაკება და თუ ისე არის რომ ესმის, მაშინ კი. საღამოსაც ურეკავ, რომ მარტო რომა შევიქცევ ცოტას, სანამ დაიძინებს. თანაკეთ რაღაც ამბებს დაინტერესებს, გამომკითხავს. ესეც მისთვის რაღაცას ნიშნავს. დიდი არაფერი, მაგრამ მეზობლები ყავს, დადია, კარგი მეზობლები ყავს სხვათა შორის, მართლა აღონ, ყურადღებასაც აქცევენ, ყველანაირად გვერდში უდგანან რა. და ჩვენც იმხელა იმედი კი, ჩემი ძმა, ჩემი ძმები, რძლები არ ტოვებენ, ყურადღებას აქცევენ, აქედანაც ყველა წუთში ვიკითხავთ, მაგრამ იმხელა იმედია ის, რომ მეზობელი ისეთია ყურადღებიანი, ყველა დღე იქედან გადაძახებს, მეო იტყვის ის მეზობელი, რომ უყურებო, კარი გაიღება, არ გაიღება, ყველაფერს იქიდან ცაო, რომ ოდნავ რამეო, წუთას მასთან გავხდები. და ჩვენი იმედია ის მეზობელიც, რომ ჩვენ სანამ აქედან ავალთ, ოდნავ ავალთ რომ გახდეს და აქედან ავალთ, მეზობლები თავს დაადგებიან. ღმერთს მადლობა, ჯანმრთელად და კარგად არის, არაფერი არ ჭირს, მაგრამ მაინც 88 წლის ქალია და ასაკში ყურადღება ჭირდება დიდი. თორემ ისეთია, ჩვენ რომ ავდივარ, საჭმელსაც დაგვახვედრებს და პირიქით ცდილობს, რომ თვითონ ჩვენ შევწუხდეთ, თქვენ დაჯექით, მე მოგემსახურებით, მაგრამ ჩვენი ხა იმან არ უნდა მოგემსახუროს, აქეთ რაღაცა გავუკეთოთ, რაღაცა დავტოვოთ, დავალაგოთ, ისეთი დალაგებული და გაწკრიალებულია, მაგრამ მაინც კიდე რამეს გავაკეთებთ, რომ ეხლა იმასაკეს ქალი ფარდებს ვერ ჩამოიღებს და თქვათ ჭაღებს ვერ გაწმინდავს და რაღაც ასეთებს ვუკეთებთ, რომ ავდივართ ჩვენ. რომ ავდივართ, არა, ახლა ყოველთვის ხომ არ არის ეგეც გასაკეთებელი. ამას რომ გადავდეთ, თვითონ რა სხვა გავთავებს. ყოველთვის შემოვინახავ.
ძალიან არ გადავყვები ყოველდღიური რაც არის იმას ისე რა დაგუწული არ მიყვარს და ჩემი დღის ერთადერთი განრიგი არის ის რომ დედა აუცილებლად უნდა მოვიკითხო. განარჩენი ჩვეულებრივად ყველა ისეც მე. მოსჩები მე შვილს სარას მინდა თბილისში დავამკო. დაამთავრა სკოლა და ნახოთ აბა როდის მოიცნის და როდის ჩამოვა. მოიცნის მას ძალიან შობლები თუ მოიცნია. ჩემ ბიჭს დედას შეგვება როდის ექნება და ჩამოვიდა ცოტა ხნით მაინც. იცით რა ლამაზი გოგო ყავს? ჩემი სარა სამ შვილში ერთი გოგოა და პირველი გოგოა თან. მეორეს კიდე ბიჭს ივანე ქვია. 6 წლისა, 6 კი არა, 7 წლის და 5 წლის. ხო, ეს ნათანი 4 წლისა. აქედაც მირეკავენ და მიკითხავენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეც ხომ უნდა მოვიკითხო, მე არ მიყვარს. თუმცა ელოდები იმას, რომ შენ უნდა მოვიკითხონ და შენ რა შუაშია, ვისაც ცალია, ვისაც დროა, იმან უნდა მოვიკითხოს და არც ის მიყვარს, ვაღიარებ, შენთან იქნება, შენთან როგორ ავხსნა ეხლა. ჭამს, სვამს, მიიხურავს კარებს და მერე მოკითხვის ღირსადაც არ ხრთმის. ეგ ჩემამდე არ დადის. მე არ ვამბობ იმას, ყველა დღე უნდა მოვიკითხოს, ვინმე, არა, შენც უნდა მოვიკითხო და თვითონაც უნდა მოვიკითხოს. და ყველა დღეც შენთვის არ არის არც არია, მაგრამ სულ არ მოვიკითხო, ესეც არ შეიძლება. მე ასე ვფიქრობ და ასე მგონია, სხვების არ ვიცი. როგორც მოგეხერხება, ისე მოვიკითხე ადამიანი. ხო, ძმის შვილი გავათხოვეთ წელს ოქტომბრის თვეში. და ეხლა არის 5 თვის ფეხმძიმე ორსული. 5 თვის ორსული და ველოდებით ნამცეცა პატარა გოგოს. გოგოები და გოგოები ყავს სულ. ჩემ ძმას ყავს 3 გოგო. ჩემ ძმის შვილს ყავს მეორე ძმის შვილს კიდევ 3 გოგო. მე არ მყავს გოგო, მაგრამ შვილიშვილი მყავს 1 გოგო. ჩემ ძმასაც კიდევ უფროს ძმას არ ყავს გოგო და ყავს 2 ბიჭი, მაგრამ შვილიშვილი ყავს 1 გოგო. ჩემ დასაც 3 ბიჭი ყავდა და მეც 2 ბიჭი მყავს. ასე რომ ერთ მხარეს სულ გოგოები არიან და მეორე მხარეს სულ ბიჭები არიან. მაგრამ შვილიშვილებმა გამოასწორეს საქმე. რა მნიშვნელობა აქვს? კარგად იყო, ჯანმრთელები იყო და გინდ გოგო იყო და გინდ გოგო იყოს და გინდ ბიჭი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ გოგოები მეტი ყავს და ამას ვამბობ, თორემ გოგოზე კაი რა არის. მე და მეც ყოლოდა 1 გოგო. ხო, სულ ჩემთან არ იქნებოდა. დავათხოვებინა. რაც მახსოვს, ჩემი უფროსი შვილი მეუბნებოდა. დედა ერთი გოგო გააჩინეო, დაგვინდაო და დაგვყავდესო ჩვენ. გააჩინე მაგარია.
ორზე მეტი არ გავაჩინე, იმიტომ რომ არ იყო მაშინ ისეთი ცხოვრება, ისეთი საშუალება, რომ არ ვიცი რა იყო დრო, იყო პერიოდი, რომ როცა შემეძლო მაღაზე ფიქრი, იმის საშუალება არ იყო, რომ მესამე შვილზე მეფიქრა, ამ ორზე მიმეხედა, მერჩივნა ნორმალურად და ამათთან მიკლებოდა და მესამეზე ვეღარ ვიფიქრებდი. მერეც ნაქირავებში ვიყავით 7 წელი, მერეც უკვე რაღა დროსი იყო და ასე რომ გოგოზე აღარ მიფიქრია საერთოდ. თან იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ გაჭირვების პერიოდი იყო და მეორეც იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი კიდევ ბიჭი იქნება. და ვიცი რატომ ხარი დარწმუნებული. მაგრამ რომ ყოლოდა გოგო კარგია. ახლა გაიზრდება სარა და იქნება ჩვენი გოგო. ისეთი ბრანჭიკელა, ისეთი ბრანჭიკელა. მოკლედ რა ვიცი. თბილია, ძალიან საყვარელია. მაგრამ უკვე ბრანჭი აქვს. უკვე იბრანჭება. გოგო, მაინც გოგო. მშობლები ანებივრებენ იმ ხრივ, რომ არ აკლებენ ყურადღებას და არაფერს, მაგრამ არ ანებივრებენ ისე, რომ თქვათ გაზარდონ რაღაც ზომიერად ზდიან, როგორც ნორმალურად, რაც შეიძლება სიმკაცრეში არა, ახსნით, მეთოდებით და ძალიან ისე რომ იცოდეს ყველაფერი და ზედმეტი არაფერი არა. აქ დაიბადა, მაგრამ პატარა იყო რომ წავიდნენ და თბილისში. აჭაროს თითქმის ვერ ხდება, თითქმის. აქ რო ჩამოვიდო და მე ახლა რა ვიცი მაინც კი უცებ მაინც ჩვენი კუთხისას ეს გია უფრო რუსული სიტყვებიდან შემორჩენილი თორე მახსოვს ერთი დღე ვამბობ, ბებო, შედი ქუხნაში გეხვეწები და ის რაღაცა უთხარიჭიქა თუ რაღაც რა ვიცი მნიშვნელობას მოგიტანე მათი და გაკურებული მიყურებს, ვერ გაიგო რა უთხარი. რა მოგიტანო ბებო? ბებო, კუხნაში მე უთხარი, საწავიდეო და რა მოგიტანო? კუხნაში ბებო მე, კუხნაში და მერე მივხვდი რომ კუხნა არა ძალიან ისესდიან, რომ ინგლისური იცის გადასარევად, წყალივით და ქართული სიტყვები არ იცის აჭარული, იცის სწორი ქართული საუბარი და არა კუთხური აჭარული. ეხლა იქ არც უწევს ხომ სად უნდა ისაუბროს აჭარულად. ეს ყველას თავისი კუთხური კილო აქვს, ყველა თავის ენაზე არა, ახლა თავისი ენა რა, თავისი ენა ყველას ქართული გვაქვს, მაგრამ ეს კუთხური კილო მაინც გვაქვს ყველას და ჩვენ უფრო მეტად აჭარლებს გვაქვს
თურქეთიდან შემორჩენილი და ცოტა მართლა ისეთი სიტყვებია, რომ ძნელი მისახვედრია რა სხვებისთვის. ჩვენ კი ხდებით, მაგრამ სხვებისთვის რთული მისახვედრია მართლა. მაგრამ ეხლა უკვე როგორ არის იცი, ვინც უფრო ასაკიანი ხალხია, იმათ აქვთ კიდე შემორჩენილი, ნუ ჩემ ასაკშიც უკვე ცოტა შემორჩენილი და ჩვენს იქით უკვე თითქმის აღარ არის. ნელა გადადის ეს. ასეთი საუბარიც და მაგით არც არაფერი არ შავდება, ყველას მისი კუთხური კილო აქვს. ადრე როგორ იყო იცით, რადგან ჩვენ ვიყავით თურქეთის ბატონობის ქვეშ და ჩვენ აჭარელ ხალხს ჩოლოქს აქეთა ხალხს ეძახდნენ თათრებს, ასე იყო, მართლა ასე იყო. ცოტა სხვანაირად უყურებდნენ, იმიტომ რომ ვერ აღიქვეს, რომ ჩვენც ვიყავით, ნუ ეს ადრინდელმა ბავშვებს, ჩვენც ვიყავით იგივე ქართველები, ჩვენც საქართველოს ნაწილი ვიყავით და არა ვიღაც თურქები ან ვინმე სხვა. უბრალოდ ისე იყო ეს მოწყვეტილი თითქოს აჭარა, რომ მერეც ვამბობ, როცა თურქეთის ბატონობის ქვეშ იყო ხო, მაგრამ იმის მერე ვამბობ, რომ ისე მიდიოდა, რომ ხალხს ეგონა, რომ ეს არის სხვა ეროვნების ხალხი, თათრები, არადა ჩვენ ჩვეულებრივი ქართველი ხალხი ვართ. მერე და მერე კი ყველა მიხვდა, მერეც პერიოდი რომ იყო აქ ჩოლოქთან საღარ იყო, რა იყო მაგ საზღვარი თუ რა იყო, რავი, ჩოლოქთან გჭირდებოდა პირადობა, მე მგონი რომ შემოსულიყავი. მე ეს რომ არ იყო ჩვეულებრივად ხალხმა ნელა შეეგუა და მიხვდა იმას, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ქართველი ხალხი. მე უფრო წავიდა მეგობრობა, უფრო წავიდა ერთიანობა. საერთოდ ისეა, თუ ერთად არ ხარ, ხო, ვერასდროს ვერ მიხვდები ვინ არის ის. ეხლა თქვენ წარმოგდგენა ვთქვათ, თურქეთზე სულ სხვა ქონდა, მაგრამ სულ სხვა ხალხია. არის ნაწილი ისეთი მუსლიმანები, რაღაც მათი ძალიან კაცრი მუსლიმანები, ისეთი ადარწესებით და ისეთი გამოირჩევიან, მაგრამ არის ნაწილი თურქეთში, რომ არის ქრისტიანებიც და არის ჩვეულებრივი ჩვენაირები. მაგრამ თურქეთი ზოგადად ისე ეგონა ყველას, რომ თურქეთი ეს იყო რაღაც სხვანაირი ხალხი. განსხვავება ყველა ქვეყანას შორის არის, რა თქმა უნდა. მაშინ ისე იყო, მახსოვს, ხო აბა, აი ბებიაჩემის დროინდელს ვეკვით ახლა. იქით საქართველოში ასე იყო და მახსოვს უწინდელი. იქით საქართველოში, ჩვენ თუ საქართველოს ნაწილი ვიყავით, ეგ არ იცოდა ამ ხალხმა იმთავობა. იქით საქართველოში და ზოგიერთ ახლა იქ ზენოს სოფლებში, ძალიან ზევის სოფლებში შემორჩენილია და რამდენიმე თან მომიწია მაგალითად აუხსნა, რომ რატომ ამბობთ მასე. ისინი ქართველები ასე იციან თქვა. ისინიც ქართველები არიან და ჩვენც ქართველები ვართ, ვეუბნები, ვუხსნი, ვერაფრით ვერ გაიგებენ. ასაკის მაგალითად ახლა 90 წლის ხალხზე მახსოვდა. ძლიერს გააგებინებ, მაგრამ მაინც ვერ გააგებინებ, რომ რა იყო და რა მოხდა და რატომ ამბობენ ისინი ქართველები და არა
ჩვენ ქართველები არა, ისინი ქართველები და მათი თავი ვინ გონიათ არ ვიცი. სხვა სამყაროა. ძნელია რა იცი, ახლა მე როცა შემოვიდა განათლება, სხვა კულტურა, სხვა და ყველაფერი სხვა, მე თაობა მიიღო ის, რომ მიხვდა, რომ ეს სულ სხვა რამეა და არა ის, რომ ჩვენ არ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ თათრები. არა. ეს მიიღო ყველა, მაგრამ იმ ხალხს ცოტა უჭირს ამის გაგება. ხო, მეგობრებო. ხან რას მივედე, ხან რას მოვედე ამ საუბრით, მაგრამ რა ვიცი, უთოების დროს რაც მომაგონდა ის მოგიყევით. ეხლა დაგემშვიდობებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მოვალ ხვალე დილას. აბა დროებით.